ტელეკომპანია ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი განაჩენის მოლოდინშია. ცირაჟვანია რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს. მას აქციაზე ყოფნისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დღესვე გაასამართლებენ. ბოლო 3 დღეში ოცნების ხელისუფლებამ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე ფორმულას 3 ჟურნალისტი დააპატიმრა. მე არ მქონია საშუალება საფუძველზე გავცნობოდი სასამართლოს ასმოდი ხოს ფორმის გადადებას, თუმცა ისევ ესე პრაქტიკა გუჩვენებს, რომ 1 საათი შეუძლიათ რომ მაქსიმუმ მოგცემა. მეორე მხარეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც აქვს უამრავი რესურსი, აქეთ ხარეს ვარ ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები და 1 საათში ვინ რა მტკიცებულობის მოპოვება უნდა შეძლოს. ამით რა თქმა უნდა იგროვა ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უკვე. 3 დღეში 3 პატიმარი ჟურნალისტი. ტელეკომპანია ფორმულა მისი თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებულ დევნას მიზანმიმართულ შეტევად განიხილავს. რითიც ქართული ოცნების ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს. 6 დღიან საპატიმრო სასჯელს მცხეთის იზოლატორში იხდის ბახოსანაია. ქეთა ციცქიშვილი კი 5 დღიანი საპატიმრო განაჩენით ზაჰესის იზოლატორშია. რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას. მისი თანამშრომლების დაკავებას ფორმულა განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა. ჯამში დღეს პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააპატიმრა. კონსტანტინე მიქაიაც საცხოვრებელ სახლთან დააგავეს. რამდენიმე საათშივე ის გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით მოსამართლე ნინო ენუქიძემ ციხეში 14 დღით გაუშვა. მიქაია, რომელიც პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, არც უარყოფს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს კეტავდა. ეს მისი პროტესტის ფორმაა და საპატიმრო განაჩენის მოლოდინში მყოფმა არც იზდამალა, რომ ციხის დატოვების შემდეგ რუსთაველის გამზირზე დაბრუნებას აპირებს. გააფრთხილება როდესაც მოხდა, მაგ შემთხვევაში კონსტანტინე საერთოდ არ იყოფოდა აქციაზე და მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ მივიდა ის და რამოდენიმე საათის შემდეგ ფიქსირდება მისი ყოფნა აქციაზე. შეიძლება ვიცათ, ხარისმიერი წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერანაირად და ვერ დასტურდებოდა, რომ ადგილი ქონდა 174 პირველ მხრივ მეათე პუნქტით გათვალისწინებულ ქონებას. შვილის განაჩენს მამის ვერდიქტიც მალევე მოჰყვა. კონსტანტინე და კახა მიქაიები მეზობელ დარბაზებში ერთდროულად გაასამართლეს. კახა მიქაიას ვერც იმ ფაქტმა უშველა, რომ წარსულში ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო. დღეს კი მიიჩნევს, რომ მისი მმართველობა ქვეყანაში დემოკრატიას კლავს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს ეშინია განათლებული ადამიანების. ამიტომ ეს ბრძოლა ნამდვილად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით და ვერ შეგვაშინება ამ 15 დღიანი პატიმრობით. 9 დღით გაუშვა ციხეში დღეს მოსამართლე მანუჩარცაცუამ კიდევ ერთი დემონსტრანტი. დანაშაულს არც იმედა კლდიაშვილი აღიარებს, რომელმაც მოსამართლეს ხდომათა დარბაზშივე უთხრა, რომ ციხის დატოვების შემდეგ პირველი რასაც გააკეთებს, უწყოთ საპროტესტო რეჟიმში დაბრუნება იქნება. იმედას პროცესი იყო ჩვეულებრივი მურუსიძესული ბუტაფორია. ამ პროცესზე სამართალს ხადია ვერაფერი არც ქონდა განცდა რომ იპოვიდით და ნუ ის აპირებს რომ საჯელი მოიხადოს და მეტიც აცხადებს როგორც კი დატოვებს საპატიმროს, ეგრევე გააგრძელებს პროცესს რუსთაველის გამზირზე. სასჯელის მოლოდინშია რეჟისორი გიორგი თავარცხილაძე. სხვა დემონსტრანტებისგან განსხვავებით ის არ დააპატიმრეს და სასამართლოში საკუთარი ფეხით მივა. მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც გუშინ ღამით პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა, პოლიციას განუცხადა, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტა და ჩაბარდა. დაბნეულმა ძალოვანებმა, რომლებსაც შესაბამისი დირექტივა არ ჰქონდათ, ის არ დააპატიმრეს და გაუშვეს. ეს რეჟისორის საპროტესტო აქტი იყო. დღის ბოლოს კი პოლიციამ გადაიფიქრა და თავარცხილაძე პირდაპირ სასამართლოში დაიბარა. მისი სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. თუ ჩვენ ვიზამთ ამას, არ დაველოდებით ლიდერს, არ დაველოდებით რაღაც ერთიან ძახილს და არ ჩავჯდებით რაღაც ჩარჩოში. უბრალოდ ჩვენ, როგორც ჩვენი სულის ამოძახილს, აი ესე განვახორციელებთ ამ მოქმედებას, სოლიდარობის მოქმედებას, მაშინ ჩვენ გავბევრდებით და ვიქნებით სოლიდარობაში ერთიანები და იმ შედეგს მივიღებთ ზუსტად, რაც პროფკავშირებით მიიღო მაგალითად ლეხვალენსამ პოლონეთში. ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის შესაძლებელი, ეს არის იმპულსზე დაფუძნებული, ეს არის ემოციაზე დაფუძნებული. დღეს დაპატიმრებულ პირებს შორის არიან მწერალი ბექა ქურხული და აქტივისტი ბაჩო კუციაც. ერთს გზის გადაკეტვის საბაბით, მეორეს კი პირბადის დარებისთვის ასამართლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აანონსებს, რომ დემონსტრაციული დაპატიმრებების სერიები გაგრძელდება. უწყებაში დღის ბოლოს გამართული ბრიფინგით გაირკვა, რომ ბოლო 3 დღეში გამოავლინეს კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან იდენტიფიცირებული ჰყავთ 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია. შევახსენებთ სამართალდამღებ პირებს.
თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოახდენენ ყველა სამართალდამცავი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს. პოლიცია ანტისახელისუფლებო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მცდელობებსაც არ ჭრის. ბრიფინგით საზოგადოებას განუცხადეს, რომ აქციის ერთი მონაწილე ფსიქიატრიულ, ერთი კი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისთვის გადაიყვანეს.